ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკა, ინფლაციის პროგნოზი, ეკონომიკური ზრდის ტემპი და გლობალური რისკები, რა მაკროეკონომიკური მოლოდინებია ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობის ფონზე. რამდენად დიდხანს შეიძლება შენარჩუნდეს მკაცრი მონეტარული პოლიტიკა, რა გავლენას ახდენს მაღალი საპროცენტო განაკვეთი ბიზნესისა და მოსახლეობის დაკრედიტებაზე და რამდენად მდგრადია საბანკო სექტორი გეოპოლიტიკური გაურკვევლობების პირობებში. ამ საკითხებზე საქართველოს ეროვნული ბანკის პირველ ვიცე-პრეზიდენტთან ეკატერინე მიქაბაძესთან ერთად ვისაუბრეთ. მოგესალმებით. ძალიან დიდი მადლობა გაცემა სტუმრობისთვის. ძალიან მნიშვნელოვან და აქტუალურ საკითხებზე უნდა ვისაუბროთ და განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ გუშინ ეროვნულ ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად შეინარჩუნა. რა გახდა ამის მიზეზი, რა ფაქტორებმა მიკაღებინათ ეს გადაწყვეტილება, რომ ეროვნული ბანკი ზომიერად, მაგრამ მაინც ინარჩუნებს მკაცრ მონეტარულ პოლიტიკას. მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისთვის. დიახ, საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება მონეტარული პოლიტიკის პოზიციის უცვლელად შენარჩუნების შესახებ და რეფინანსირების განაკვეთი 8.25%-ზე დატოვა. ეს გადაწყვეტილება ეფუძნება მაკროეკონომიკური მდგომარეობის, გარე ფაქტორების ანალიზის და რისკების ინფლაციური რისკების დაბალანსებული შეფასების პროცესს. მოგეხსენებათ 2026 წლის ივნისში ინფლაციის წლიურმა მაჩვენებელმა 5.8% შეადგინა და ინფლაციის სტრუქტურის ანალიზი აჩვენებს, რომ მიზნობრივი მაჩვენებლიდან ამ გადახრეს ძირითადი განმაპირობებელი ფაქტორი ენერგორესურსებზე მომატებული ფასებია. შესაბამისად, გარე ფაქტორების ანალიზი, გარე ფაქტორებიდან მომდინარე რისკები, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი იყო ამ გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ნავთობის საერთაშორისო ბაზრებზე არსებული გაურკვევლობა, რომელიც ახლო აღმოსავლეთში საომარი მოქმედებების რეესკალაციამ კიდევ უფრო მეტად გაზარდა, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი განმაპირობებელია საქართველოში ინფლაციის დინამიკის. ამავე დროს მნიშვნელოვანია შევხედოთ საბაზო ინფლაციას, რომელმაც ივნისში 3.2% შეადგინა, რაც მიზნობრივ მაჩვენებელთან საკმაოდ ახლოს არის. შესაბამისად, ეს მიუთითებს ინფლაციური მოლოდინების სტაბილურობაზე. თუმცა ამავე დროს საყურადღებოა სიფრთხილის საფუძველს ქმნის მომსახურების ინფლაცია, რომელიც ივნისში 4.1%-ს უტოლდებოდა. შესაბამისად, აი ამ რისკების გათვალისწინების საფუძველზე იქნა მიღებული მკაცრი მონეტარული პოლიტიკის შედარებით ხანგრძლივად შენარჩუნების შესახებ და ეს ამგვარი მონეტარული პოლიტიკის რეაქცია სწორედ მიმართულია იქითკენ, რომ როდესაც მიწოდების შოკები აღმოიფხვრება, ინფლაცია სწრაფად დაუბრუნდეს მიზნობრივ მაჩვენებელს და ჩვენ მოგვეცეს შესაძლებლობა მონეტარული პოლიტიკის პოზიციის ნორმალიზაცია დავიწყოთ. იმის გათვალისწინებით, რომ რეალურად ეს ინფლაცია არ არის განპირობებული მხოლოდ შიდა ნაწილით და რეალურად ფაქტორი გარია. ასეთ შემთხვევაში ეროვნულ ბანკს რა ბერკეტი გაქვთ? მადლობთ კითხვისთვის. მართლაც საქართველოს მცირე ღია ეკონომიკაა და გარე შოკების მიმართ საკმაოდ მოწყვლადია და ეროვნული ბანკის ქმედება გარე შოკების აღმოფხვრის მიმართულებით საკმაოდ შეზღუდულია, თუმცა განსაკუთრებით როდესაც ნავთობის ფასია ამის განმაპირობებელი. რა თქმა უნდა, საქართველოს ეროვნული ბანკი ვერ მოახდენს გავლენას ნავთობის საერთაშორისო ფასების დინამიკაზე, თუმცა საქართველოს ეროვნულ ბანკს მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტილებით შეუძლია მოახდინოს გავლენა ინფლაციური მოლოდინების დინამიკაზე, უზრუნველყოს ის, რომ გარე შოკების ეფექტები საქართველოს ეკონომიკაზე არ იყოს ფართო, არ იყოს ხანგრძლივი, შესაბამისად მკაცრი მონეტარული პოლიტიკის შედარებით ხანგრძლივად შენარჩუნება სწორედ ამას ემსახურება, რომ ეგზოგენური შოკების, გარე შოკების, ამგვარი შოკების, რომლის მართვაც ნაკლებად შესაძლებელია, ამათი ამოწურვის შემდეგ სწრაფად მოხდეს ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელთა შემცირება. თუმცა ეროვნული ბანკი ვარაუდობთ, რომ წლის მეორე ნახევრიდან ინფლაციამ უნდა დაიწყოს შემცირება. რა გაძლევთ ამის თქმის საფუძველს, სწორედ იქიდან გამომდინარე, რომ
გლობალურ ბაზრებზე არ არის მარტივი მდგომარეობა, სწორედ ახლო აღმოსავლეთის ფაქტორის გათვალისწინებით და თითქოს ერთი პერიოდი იყო მოლოდინი, რომ როდესაც ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის მიღწეული იყო გარკვეული შეთანხმება, რომ და ნავთობის ფასმა დაიწყო ქვემოჩამოსვლა, მაგრამ ბოლო დღეების პროცესები სხვას მიუთითებს და ნავთობის ისევ ზრდას აჩვენებს. ამის გათვალისწინებით რა გაძლევთ საფუძველს, რომ ფიქრობთ, რომ რეალურად შეიძლება მაინც ინფლაცია ქვემოთკენ წამოვიდეს? დიახ. საქართველოს ეროვნული ბანკის ცენტრალური სცენარის მიხედვით ინფლაციის წლიური მაჩვენებელი 2026 წლის მეორე ნახევრიდან დაიწყეს შემცირებას, საშუალოდ 5.2% იქნება 2026 წელს და უკვე 2027 წლისთვის ეტაპობრივად მიზნობრივ მაჩვენებელს დაუახლოვდება და 2.7%-ის პროცენტს მიაღწევს საშუალოდ. ამის ამ მოლოდინის შექმნის საფუძველს გვაძლევს რამდენიმე გარემოება. რა თქმა უნდა, როგორც აღინიშნა, უმნიშვნელოვანესია გარე ფაქტორები, კერძოდ ნავთობის საერთაშორისო ფასების დინამიკა და შესაბამისად ენერგორესურსების ფასები. ბოლო ესკალაციის ეპიზოდმა კი გაზარდა მერყეობა მნიშვნელოვნად, თუმცა ისიც გვაჩვენა, რომ ზრდის ამპლიტუდა შედარებით დაბალი იყო. ეს არის ერთ-ერთი ფაქტორი, რამაც ინფლაციის შემდგომი დინამიკის შესახებ მოლოდინები შეგვიქმნა, ანუ აღარ არის საერთაშორისო ბაზრების, ნავთობის საერთაშორისო ბაზრების საპასუხო რეაქცია ძალიან პანიკური. გარდა ამისა, აქ უკვე საბაზო ეფექტიც მნიშვნელოვანი იქნება, როდესაც ნავთობის ენერგორესურსების ფასები გაიზარდა, ეს რა თქმა უნდა გარკვეული პერიოდის განმავლობაში მოახდენს ზრდის მიმართულებით ზეწოლას და გარკვეული პერიოდის შემდეგ შემცირებას დაიწყებს. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია სურსათის ფასების დინამიკა, საკმაოდ პოზიტიური ტენდენციებია ამ მიმართულებით, მიუხედავად იმისა, რომ სურსათის საერთაშორისო ბაზრებზე საკმაოდ მაღალია გაურკვევლობა, საქართველოსთვის მნიშვნელოვანი სასურსათო პროდუქტების ფასებზე შედარებით პოზიტიური განვითარება, გარდა ამისა შიდა მდგომარეობა ამ მიმართულებით გვაძლევს იმის საფუძველს საბაზო ეფექტის გათვალისწინებით აგრეთვე, რომ სურსათის ფასები გააგრძელებს შემცირებას. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ეკონომიკური აქტივობის, ეკონომიკური ზრდის ზრდაც, რომელიც მოგეხსენებათ საკმაოდ მაღალია და ძალიან მნიშვნელოვანია თავად ეკონომიკური ზრდის სტრუქტურული ჩაშლა. მოგეხსენებათ ეკონომიკური ზრდა განპირობებულია მაღალპროდუქტიური სექტორებით, რაც თავის მხრივ ზრდის საწარმოო პოტენციალს, ეს კი მოთხოვნის მხრიდან ამცირებს ფასებზე ზეწოლას. ასევე პოზიტიური მოლოდინებია იქიდან გამომდინარე, რომ მოგეხსენებათ ლარი მყარ პოზიციას ინარჩუნებს, ეს კი რა თქმა უნდა მნიშვნელოვნად დადებით ეფექტს ახდენს იმპორტირებული ინფლაციის მიმართულებით და შესაბამისად ჩვენ აქედან გამომდინარე მოველით, რომ ეს ტენდენცია წლის მეორე ნახევარშიც გაგრძელდება. შესაბამისად რამდენიმე ფაქტორის ზემოქმედება ერთდროულად გვაძლევს იმის თქმის საფუძველს ცენტრალურ სცენარში, რომელიც მოიაზრებს კონფლიქტის შედარებით მოკლე ვადაში დასრულებას და ნავთობის საერთაშორისო ფასების დასტაბილურებას, რომ ინფლაცია წლის მეორე ნახევრიდან შემცირებას დაიწყებს და უკვე 2027 წელს ეტაპობრივად დაუახლოვდება მიზნობრივ მაჩვენებელს. თქვენ შეეხეთ ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საკითხს, ეს არის ეროვნული ვალუტის სტაბილურობა. როდესაც რაღაც რთული პროცესები მიმდინარეობს გლობალურად თუ დავუშვათ შიდა ბაზრებზე, შესაბამისად ლარი ყოველთვის მერყეობით გამოირჩეოდა და ის გაუფასურების ტენდენციას აჩვენებდა, თუმცა ბოლო
უკვე რაღაც გარკვეული საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდია, ლარის სტაბილურობას ინარჩუნებს და პირიქით გამყარების ტენდენციას არჩევებს. გლობალურ ბაზრებზე ასეთი გაურკვევლობის და ნავთობის ფასის ასეთი ზრდის პირობებში რა ფაქტორები უწყობს ხელს ლარის ასეთ სტაბილურობას და ამ კუთხით მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კარგად მესმის, რომ ეროვნული რეალურად მცურავი კურსი გვაქვს, ხო და ასე წინ პროგნოზი რა გველოდება, ასე მარტივი სათქმელი არ არის, თუმცა მაინც რა მოლოდინი გაქვთ ეროვნულ ბანკში, რას ელით ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში, იმიტომ რომ თქვენ სწორად აღნიშნეთ, ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია, როდესაც იმპორტირებული ინფლაცია საკმაოდ მაღალია, ასეთ პირობებში ეროვნული ვალუტის სიმყარეს და სტაბილურობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. მადლობთ კითხვისთვის. ლარის გაცვლითი კურსის სტაბილურობას და გამყარების ტენდენციას უპირველეს ყოვლისა, რა თქმა უნდა, განაპირობებს მყარი ფუნდამენტური მაკროეკონომიკური ფაქტორები, ანუ ის პოზიტიური განვითარებები, რაც საქართველოს ეკონომიკაში გვაქვს, როგორც აღნიშნე, ეკონომიკურის და საკმაოდ მაღალია და ის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, სტრუქტურული ცვლილების შედეგად მაღალ პროდუქტიული სექტორების დასს ეფუძნება, რაც თავის მხრივ ექსპორტზე ორიენტირებულ სერვის დარგებს, მომსახურების დარგებს მოიაზრებს, რომელიც ამავე დროს არის ნაკლებად იმპორტინტენსიური. შესაბამისად, ჩვენ ამ ეკონომიკური ზრდის ფონზე გვაქვს მიმდინარე ანგარიშის ძალიან მნიშვნელოვანი გაუმჯობესება, ანუ ჩვენ საგარეო პოზიცია მკვეთრად გაგვიუმჯობეს და ეს, რა თქმა უნდა, ინვესტორების ნდობასთან ერთად რასაც სუვერენული დაბალი რისკ პრემია უწყობს ხელს, რა თქმა უნდა, ქვეყანაში შემოდინებების ამსახველია. სწორედ ეს შემოდინებები არის იმის საფუძველი, რომ ლარი სტაბილურია და გამყარების ტენდენცია აქვს. მაკროეკონომიკური მყარი ფუნდამენტური და ეკონომიკის სტრუქტურული ცვლილებები არის ლარის გაცვლითი კურსის სტაბილურობის გამსაზღვრელი ფაქტორი, რაც თავის მხრივ ინფლაციაზე დისინფლაციური გავლენით გამოირჩევა. და ჩვენი საბრის ბოლოს ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო საკითხი, რომელიც ცენტრალურ ბანკს უკავშირდება, დედოლარიზაციის პოლიტიკა და მისი შედეგები. რეალურად აი ასეთი ლარის პირობებში იმ გლობალურ გაურკვევლობის პირობებში ალბათ განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, სწორედაც რომ რეალურად მოსახლეობა ლარიზაციის მიმართულებით იყოს აქტიური და რამდენად გვაქვს რეალურად ხელშესახები შედეგები დედოლარიზაციის პოლიტიკის გატარების შემდგომ. მადლობთ კითხვისთვის. მართლაც ლარიზაცია ძალიან მნიშვნელოვანია ფინანსური სტაბილურობის კუთხით, ასევე ვიტყოდი მონეტარული პოლიტიკის გადაცემის მექანიზმების ეფექტიანობის დისთვის. ეს ასევე თავად მომხმარებლებისთვის, მსესხებლებისთვის არის ერთ-ერთი მათი რისკისგან დაცვის განსაზღვრელი ერთ-ერთი ფაქტორი. ამ მიმართულებით საკმაოდ პოზიტიური ტენდენციებია. ივნისის მდგომარეობით სესხების ლარიზაცია 41.6 დოლარიზაცია 41.6% შეადგენს, რაც ბოლო დეკადის განმავლობაში დაახლოებით 26%-ული პუნქტით შემცირების ექვივალენტია. ეს კი თავის მხრივ, როგორც აღინიშნა, უმნიშვნელოვანესია, როგორც სესხებლების რისკის დაცვის მიმართულებით, ასევე ზოგადად ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფისთვის. კი ბატონო, და კიდევ ერთი საფინანსო და საბანკო სექტორის სტაბილურობა. ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, რომ დიახ, საქართველოს საბანკო სექტორი არის სტაბილური. გლობალურ ბაზრებზე არსებული ტენდენციების ისევ ამ ფაქტორს ვიშველიებ. რაიმე ტიპის რისკს ხედავთ თუ არა და ამ პირობებში, რომელშიც დღეს გლობალურად საფინანსო ბაზრები არის მსოფლიოში, ჩვენ ეროვნული ბანკი ამ შემთხვევაში დაცვის რა მექანიზმებს ამოქმედებს, ან ამუშავებს იმისთვის, რომ რეალურად ეს სტაბილურობა და საფინანსო სექტორის მდგრადობა აქტიურად შევინარჩუნოთ. საქართველოს საფინანსო სექტორის საბანკო სექტორი არის მდგრადობის გამოირჩევა, შეგვიძლია ვთქვათ და ის საკმაოდ მომზადებული, როგორც ყოველთვის შეხვდა აი ამ გლობალურ გამოწვევებს. ყველა
მეტრიკა, ყველა ინდიკატორი, რომელიც ფინანსური სტაბილურობის კუთხით განიხილება, არის საკმაოდ სტაბილური. საბანკო სექტორი გამოირჩევა ლიკვიდურობის და კაპიტალის მდგრადი ბუფერებით, არის უმოქმედო სასხების წილი არის საკმაოდ დაბალი და სტაბილური, ასევე არის საკმაოდ მაღალი უკუგება როგორც აქტივებზე, ისე კაპიტალზე. შესაბამისად, ძალიან საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი და საკმაოდ მკაცრი საზედამხედველო და პრუდენციული რეგულირებიდან გამომდინარე, ამ ყველაფრის გათვალისწინებით საბანკო სექტორი ნამდვილად დღეს ვერ ვხედავთ საბანკო სექტორში რაიმე რისკების რეალიზაციის შესაძლებლობას, ალბათობას. გარდა ამისა, პარალელურად აუცილებელია მით უმეტეს ასეთ ვითარებაში, როდესაც გლობალურად არის ფინანსური პირობები საკმაოდ მერყევი, მონიტორინგი, მუდმივი რისკების შეფასება, რასაც საქართველოს საბანკო სექტორი საქართველოს ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობით მუდმივად ახორციელებს, შესაბამისად ძალიან მდგრადი და პოზიცია საბანკო სექტორში და ფინანსური სტაბილურობა უზრუნველყოფილია. ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის, წარმატებებს გისურვებთ და სიამოვნებით გიმასპინძლებთ უკვე ბიზნეს პარტნიორის ახალ სატელევიზიო სეზონზე შემოდგომიდან. ეკატერინე მიქაბაძე იყო ბიზნეს პარტნიორის პირდაპირ ეთერის სტუმარი.